საქართველოს მოქალაქემ ანტვერპენში 76 წლის კაცი ავტობუსში მოკლა. მან საზოგადოებრივ ტრანსპორტში კიდევ 2 მოქალაქე დაჭრა. 38 წლის კაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა. ისრაელში საემიგრაციო ციხეში მყოფი ქართველი ემიგრანტები დახმარებას ითხოვენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ ციხეში გაუსაძლისი პირობებია და ქართული მხარისგან მოითხოვენ მათი ქვეყანაში დაბრუნება უსაფრთხოდ უზრუნველყონ. საგარეო უწყებაში გვეუბნებიან, რომ ისრაელში საქართველოს საელჩო პრობლემის მოსაგვარებლად უკვე მუშაობს. ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მზია-ამაღლობელი საქმის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის თანახმად ევროპარლამენტი მოითხოვს მზია-ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალის მოხსნას. ანტიკორუფციული ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი 2012 წელს Facebook-ზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს აზიარებდა. პოსტების სკრინებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში აქტიურად ავრცელებენ. არგენტინის დაზვერვის სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ მომუშავე ჯაშუშთა ქსელი გამოავლინა, რომელსაც ქართული გვარის მქონე ლევ ანდრიაშვილი ხელმძღვანელობდა. ჯაშუშების ამოცანას ქვეყანაში დეზინფორმაციის გავრცელება, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზემოქმედება და პოლიტიკური ინფორმაციის შეგროვება წარმოადგენდა.